ვინც ურწმუნოებიდან, ანუ ურწმუნო იყოს დასულ ასაკში და შემოვიდა ეკლესიაში, მას თუ აქვს იმის შეგრძნება, რა იყო და რა გახდა, მან იცის, რომ ყველაზე საშინელი მის ცხოვრებაში რაც ყოფილა, იყო ის, როცა ღმერთის გარეშე ცხოვრობდა. მე მინდა გითხრას დასრულ ადამიანებს, რომ ვინც ბავშვობიდან გაიზარდა, იმას ეს ხსოვნა არ აქვს, არის ეს უღმერთო ცხოვრება არ არის ის, მაგრამ ვისაც უღმერთო ცხოვრებით უცხოვრია, ანუ ეკლესიის გარეშე და მე მოექცა, მას აუცილებლად უნდა კონდეს იმის განცდა, შინაგანი რა იყო და რა გახდა. თუ ეს განცდა არ არის, რაღაც არაჯანსაღი, რაღაც არასწორი ხდება, ან ვერ უღმავდებით, ან ვერ გაითავისეთ, ან ეხლა ვერ ხვდებით სადა ხართ, ან არ იცოდით სად იყავით, ანუ რაღაც გაუგებრობაა, იმიტომ რომ ეს აი დაახლოებით როგორი რაღაცა იცით, ადამიანი რომ უსინათლო იყოს დაბადებიდან და უცებ სასწაულებრივად თვალი აეხილოს. რაღაც სამედიცინო ჩარევით ან ისე და დაიბადა უსინათლო, დასრული ასაკისა და უცებ თვალი აეხილა, უცებ დაიწყო ხედვა. როგორ შეიძლება მას დაავიწყდეს, რა კატასტროფა იყო, როცა ვერ ხედავდა. ამასთან შედარებით, თორე უსინათლოს თავის შინაგანი სამყარო აქვს და საკმაოდ დიდ არის, მაგრამ აი როცა თუ მოხდა თვალის ახილვა, ხო? როგორ შეიძლება ეს დაავიწყდეს? შეუძლებელია ამის დავიწყება. და თუ არ ახსოვს, თუ არ აქვს ეს კონტრასტის განცდა, თუ არ აქვს რა იყო რა გახდა, ესე იგი რაღაც არას ან ვერ ხედავს კიდევ, ან მაშინ ცოტათი მაინც ხედა, ანუ გაუგებრობაა, გესმით? ხოლო თუ ეს კონტრასტი არსებობს და ამას ივიწყებს, აქ უკვე ერთი ნაბიჯია უმადურობამდე. ამიტომ ესეც უნდა გვახსოვდეს.